მოგესალმებით, მე ვარ მაგა ჭიპაშვილი, გენეტიკოსი. ვისაუბრებ დღეს გენეტიკურ დაავადებებზე და მათი გამოვლენის გზებზე. თვითონ გენეტიკური დაავადება გახლავთ ნებისმიერი ტიპის დაავადება, რომელიც შეიძლება განვითარდეს გენეტიკურ მასალაში ცვლილებით. ეს იქნება გენებით განპირობებული ცვლილება, თუ ეს იქნება ქრომოსომებით განპირობებული ცვლილება. რაც შეეხება თვითონ როგორ უნდა მივხვდეთ, გვაქვს თუ არა გენეტიკური დაავადება, იმიტომ რომ ბევრი დაავადება შეიძლება ქონდეს გენეტიკური და არაგენეტიკური მიზეზებით, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ტარდება გენეტიკური ტესტები. გენეტიკური ტესტი მრავალგვარია და მისი შერჩევა ხდება ექიმი გენეტიკოსის მიერ კონსულტირების საფუძველზე, რითიც ზუსტად განისაზღვრება რა ტიპის გენეტიკური კვლევა უნდა ჩატარდეს. ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ დამატებით კიდევ სხვა ტიპის გენეტიკური კვლევის ჩატარება გვჭირდება. ყოველ შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანია, რომ ეს კვლევა დადგენილი და დაგეგმილი იქნას ექიმის მიერ სწორად, ხშირ შემთხვევაში რამდენიმე სპეციალისტის კონსულტირების საფუძველზე, რაც უფრო ზუსტ მიზნამდე მიგვიყვანს. დღეისთვის მტარებლობის სკრინინგი ძალიან ფართოდ გამოიყენება. საქართველოშიც უკვე მრავალი წელია ვიყენებთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთი ლაბორატორია ჩაერთო ამ მიმართულებით. მტარებლობის სკრინინგი გახლავთ უსიმპტომო ინდივიდებში კვლევა, ანუ აქ არ არის ერთ კონკრეტული დაავადების დიაგნოსტიკისთვის, ეს არის იმ შემთხვევაში, როდესაც ყველს სურს გაიგოს შთამომავლობაში რისკები, ყველს სურს მაგალითად ინვიტრო განაყოფიერების პროცედურა და გვინდა გავიგოთ არსებობს თუ არა რაიმე რისკი მათში გენური დაავადებების განვითარების თვალსაზრისით და მერე დაიგეგმოს ამ პრეიმპლანტაციური ან პრენატალური გენეტიკური კვლევები. მტარებლობის სკრინინგს კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს ტარდება აბსოლუტურად უსიმპტომო ინდივიდში, ანუ იმ პირებში, რომელთაც რაიმე კონკრეტული დაავადება, ანუ HIV გენეტიკურ დაავადებაზე არ აღენიშნება. მნიშვნელოვანი არის დაგეგმილ ორსულობამდე ჩატარდეს კვლევა, აზრი უფრო აი ამ დროს აქვს, როდესაც შეგვიძლია შევაფასოთ წყულში გენური დაავადების განვითარების რისკი. სკრინინგამდე აუცილებელი არის კონსულტირება, იმიტომ რომ ეს გვეხმარება წყულს მიეწოდა სწორი ინფორმაცია, რისი მოლოდინი გვაქვს, რეალურად შეფასდეს არსებობს თუ არა მტარებლობის სკრინინგის ჩატარების აუცილებლობა და ასევე წყულს გაეცნოს ის ვარიანტები, რაც არსებობს ზოგადად მტარებლობის სკრინინგთან მიმართებაში, გულისხმობს სხვადასხვა ტიპის პაკეტს, იმიტომ რომ ძირითადად ბევრი ავტორიტეტული ორგანიზაცია თანხმდება დაახლოებით 30-მდე დაავადებაზე, რომელიც არის პანეთნიკური, ანუ თანაბრად გავრცელებული ყველა ეთნიკურ ჯგუფში და შესაბამისად, ვინაიდან ძალიან რთულია დადგინდეს მიგრაცია რამდენი თაობის წინ იყო, შესაბამისად პანეთნიკური კვლევა არის რეკომენდებული დღეისთვის ყველა ქვეყანაში, რომ ჩატარდეს ბაზისური პანელები, ძირითადად 30 გენამდე მოიცავს და შემდგომ ზოგი არის 200 გენიანი, 300 გენიანი და ასე შემდეგ. ძირითადად მტარებლობის სკრინინგში შედის ავტოსომ რეცესიულად დამემკვიდრებადი დაავადებების სკრინინგი, ეს გულისხმობს, როდესაც ორივე მშობელი არის მტარებელი და ისინი კლინიკურად როგორც აღვნიშნეთ, ჩამთელები არიან. არის ზოგიერთი ავტოსომ დომინანტურად, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ერთი გენი არსებობს დაავადება ვლინდება, ეს არის მაგალითად ოჯახური ჰიპერქოლესტეროლემიის შემთხვევაში და ქალებთან მიმართებაში გვაქვს ხოლმე ასევე X-თან შეჭედული, ანუ ეს არის დაავადებები, რომელიც მტარებელიც არის ქალი, მაგრამ გამოვლინდება ვაჟში. სწორედ ანალიზის შემდგომი კონსულტირების აზრით ეს არის, რომ სრულად მიეწოდოს წყულს ინფორმაცია და კვლევის შემდგომაც კონსულტირების აზრით ის გახლავთ, რომ სუსტად განისაზღვროს და დაიგეგმოს შემდგომში უკვე ეს იქნება პრეიმპლანტაციური, პრენატალური და პოსტნატალური გენეტიკური კვლევები. თუ გამოვლინდა ამა თუ იმ გენის მტარებლობა, ამ შემთხვევაში უკვე პარტნიორს უტარებთ ხოლმე გენეტიკურ კვლევას, პარტნიორთან ხშირ შემთხვევაში უკვე კონკრეტული გენის უფრო სრულფასოვან კვლევას მიმართავთ. გისურვებ ჯანმრთელობას, მადლობ ყურადღებისთვის.